იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. გამარჯობა. გამარჯობა. სწორად მოვედი, ხო? თამარი, თამუნა, ნიკოლოზის დედა ლეკვეიშვილი. დიახ. მოდი აქა, მოდი, შენ მოგიკუდა დედა, შენ მოგიკუდა დედა. რა ხდება? რა ხდება და სად არის შენი ცხოველი შვილი? ბავშვი რამის რომ მომიკალით. სად არის გამოიყვანე? რა ჩემ ნიკოლოზზე ამბობთ, მაგრამ? შენ ნიკოლოზზე ვამბობ, დიახ, ეგ ცხოველი, ეგ ხო ოჯახში არის ზრდებით. ერთი წუთით ახლა ლაპარაკს აუკვირდით და ამიხსენით, კარგად რა ხდება? რა შუაშია ჩემი შვილი? და ეს კაცი ვინ არის? ჯერ ერთი წესი არ დილაპარაკეთ, ეს კაცი არ არის, ეს ჯერ მოზარდია, ბავშვი არის ეს და მეორე გამოიყვანე შენმა ცხოველმა შვილმა რას დაამსგავსა ჩემი შვილი. მოკლად ცემა. ვინ? კაცო, ჩემა ნიკოლოზმა. შენმა ნიკოლოზმა, ხო? შეხედე როგორ იყურება ბავშვებს, ქუთუთო აქვს ჩამოწელილი. ვაი, ეხლა ამას თუ თავი აქვს დარტყმული. დედას გიტირებთ აგაუხრებთ. ეხებით დაკიდებთ ამუნა. ნუ იმუქრებით ქალბატონო და ერთი წუთით ამიხსენით, რომ ჩემა ნიკოლოზმა ცემა თქვენი შვილი, ამას მეუბნები. შენმა ნიკოლოზმა, შენმა ცხოველმა. ვაი, ჩემი ნიკოლოზი ყავთ ნანახი? არა. ნიკოლოზ! გამოიყვანე. ნიკოლოზ! გამოიყვანე. მოდი დედიკო. ბიჭო, ამანები თავი შეხვეწებს. და რა უნდა უქნა, შვილო? რო გეუბნე. ერთი წუთით. ანუ თქვენ გინდათ თქვათ, ეს არის ჩემი შვილი ნიკოლოზი. თქვენ გინდათ თქვათ, რომ ჩემა ნიკოლოზმა ცემა ეს კაცი? კი, შენმა ცხოველმა შვილმა ჩემი შვილი ცემა, გაიფინა წიხლის ქვეშ. ჯერ რანაირი ბავშვია ეს კაცო, რამხელა წვერია აქ? ერთი წუთით რა, წვერი იმიტომ რომ ბავშვს ჰორმონალური დარღვევები აქვს და მთელი ჯანმრთელობის პრობლემა ჩაქრეული აქვს. არა, დედა, ასაკში ვარ უკვე და წვერიც მაგიტომ. შეხედე რეპს ლაპარაკობს და ეს აი საღათ ვერაზმ ამას თავი აქვს დარტყმული, თორე ესე არ ლაპარაკობდა. მოდი ლაპარაკობს. რატო გაქვს ესეთი ფერი? აი ახლა ერთი წუთით. ესე გტკივა? არა, დედა, არა. როგორ არა, ესე გტკივა? ცოტა ოდნა. ესე? არა, თავი აქვს დარტყმული. არა, თავი აქვს დარტყმული, ბავშვი ვერ არის კარგად. ეხლა მე ხო ვამჩნევ ესე არ აზროვნებს. ეს დღეს სხვანაირად აზროვნებს. ანუ თქვენ გინდათ თქვათ, რომ ამან ცემა ეს? კი, ცემა მოერია, იმიტომ რომ ჩემი შვილი გენაცვარი არის ალალი, სუფთა, ოჯახში გაზრდილი. გამორიცხულია. ერთი წუთით მომისმინე ახლა გამორიცხულია, რომ ამას ეცემა ეს. ეს მარტო კი არა, მამამისთან ერთად ვერ ცემდა ამას, ვერ მოერეოდა და ნიკოლოზი რანაირად ცემდა? აი, მაგიტო რაც გითხარი, სხვანაირი გულის ბავშვი არის ეს ოჯახშია გაზრდილი. რანაირი გულის ბავშვია ასეთი, რომ 12 წლის ბავშვი მოერია? მოსტრები, დიდი მოსტრი და პატარა მოსტრი. ვინ არის მოსტრი? გამაგლეჯინე ერთი შენი თავი. ეს იცით რა ბავშვია შვილო? ეს იცი ამას იცი როგორი თბილი გული აქვს, ეს არის სათუთი, ამას უმოფერება ჭირდება. გენაცვალოს დედა შენ. ნახე როგორ ხო არ გაოფლიანი. არა, დედა, არა. დედა. ხო, წავიდე. და შვილო, მოყევი ის ლექსი დედას რო უყვარს. კაი, დედა, რა დროს ლექსია? არა, მოყევი შვილო. რა ხდება? მოყევი ერთი წუთით. ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უკვე არა, იმაზე გადადიმ სტროფზე მე რომ მეყვა შვილო. 9 ლახვარი რომ ჩამარტყა 9 ჯერ გულში, ტრის ჯინაზე 9 ჯერ მწარედ გავიცინებ. დავიღლები საქართველოს სიყვარულში, სასთუმარზე ერთხელაც არ დავიძინებ. ყოჩა, ბრავო! აი, პატრიოტი შვილი, საქართველოს უზრდი პატრიოტს, ეს ისეთია, წინა ხაზზე წავა ხმალით ხელში, თავის ქვეყანას დაიცავს. ეს ისეთი თბილი, ეს არის დედიკოს სიხარული და დედიკოს სიყვარული. ამას ინაცვალოს და ამის დაჩაგვრას არ გაპატიებთ. გაბზანდით ერთი წუთით ახლა, არავის არ ჩაგრავს. მოდი გავარკვიოთ სინამდვილეში რა მოხდა, ნიკოლოზ. რა მოხდა მოგვიყევი? არაფერი კაცო, უბრალოდ ვიჩხუბე და შეხედე. უბრალოდ ვიჩხუბეთო და მიზეზი რა იყო შენ მითხარი? რა იყო და ერთად თამაშობდით ფეხბურთს, თამაშობდით ეზოში ერთად და დედამ დამიძახა რომ ამოდიო, ჭამეო. დაუჭადი ისე. არა, არ იყო ეგ მიზეზი. აბა, რა არ იყო დედას გებიცები, ეგ იყო მიზეზი, ამოდი ჭამეო და საჭმელად რო წავედი დამიჭირეს, ამდენი ბავშვები დამესწრე და ცემეს მირწყეს ყველაზე ბევრს ეს მირწყავდა დედა. იტამაგდა და ირბინა თავზე იყო. ერთი აბა საჭმელად როა
გადიხარ იმდენი ხანი ჭამ ღამდება და რაღა გავაკეთო ჩვენ. მე რანი შენ გიჭამ რა მესტო რომ შე რა ვქნა რანაირად ვითამაშო და მე შეგიჭამეთ შენ ან იმ ბავშვებს ტონიკეს აი რომ მირტყავდით მე ცოტა მალე ჭამ. არა, არაფერი არ შეუჭამე, მაგრამ ბავშვები ვეღარ თამაშობენ. შენ დაწინადი ნუ ნერვიულობ, შენ ნუ ნერვიულობ, ჯერ როგორ აზი სამოკლე შორტები წამოუხდია ეს მუხლები და უჩას და იმაშება. მოდი აქა. მე შენ თქვენ რო იცოდეთ იქ ბევრი იყავით მარტო რო ვიყავით დაგანგრევდით ძვლებში. ხო. მოდი აქა. მე შენ რამდენჯერ გითხარი შვილო რომ ნუ თამაშობ მეთქე აი ამ აცვენილ გაუზრდელ ბავშვებთან. ხო გითხარი? ესენი არიან აცვენილები. თამაში ხო მინდა მეც. რატო შვილო? გოგოებთან მიდი და გოგოებთან თამაშე. რა კარგად თამაშობ რეზინობანას. მამალი რა კარგად ხარ ხოლმე რო ხტუნაო. ერთი წუთით ეხა მომისმინეთ ქალბატონო რა. რა რეზინობანა გოგოებთან, ნორმალურები ხართ საერთოდ? წესიერად ილაპარაკეთ ჩემ შვილზე, ვინ არის ისა გაუზრდელი? შეხედე ერთი კიდე აქეთ როგორ იმას მიშვება რა. და აცვენილიო ჩემ შვილზე ამბობ? აცვენილები ხართ, მოსტრები ხართ და ვინ არის მონსტრები? გლები ხართ, მგლები ხროვა ხართ, აი ესე, რა ვიცი. ხო, კიდე კაი თავს ვიკავებ ეხლა თორე თქვენ რა დღეში ჩაგაგდებდით, პატრონში დავრეკავდით, ციხეში ჩაგსვავდით ორივეს. რა ვიცი მე შენც არეული გაქვს ზაკვალი და კაც ვერ ამხედა აქ აბა ვინ არის ამის ჭკუის დამრიგებელი ეთყობა ისე ყავს არის ჰარალოზე აი ესე გაჩერდი წესიერად ილაპარაკეთ წესიერად და ნუ ხართ პანიკაში ქალბატონო პანიკაში ბავშვი ნაცემია ამ ხელა ტრამული დაზიანებები აქვს რომ მე აქედან რომ გავალ არ ვიცი საიწავარ თურქეთში თუ ისრაელში და კიდე ეს ელაპარაკობთ კაცებლებო თან უყურე ერთი როგორი ხეცის გამოხედვა ცხოველი ბინადრობს მასში ეს ძალადობა და ცემა ერთია მაგრამ ბავშვი ხო დააგდო ხო ეჭიდავა ხო გაოფლიანდა ისოფლის საწავი და ისევ ორგანიზმში დაბრუნდა აქ უკვე ფილტვების ანთება მიდის ფილტვების ანთება ხო ბრონხოსპაზმი აისახება ეგრევე მე წავიდა 1000-იანი ანტიბიოტიკი და სად დავაწვინო ადგილებიც აღარ აგვაქვს დაწყნარდით ქალბატონო ერთი წუთით და რჩევა მაქვს თქვენთვის ასეთი რა ვიცი თუ მომისმენთ ორივემ გადაიღეთ კატე ან გავარკვიოთ ამას ხო არაფერი ჭირს ფილტვებზე და თქვენ ხო ჯამთელად ხართ საერთოდ შეხედე შვილო რას გეუბნებოდი რომ შვილი ოჯახის სარკიაო რაც დედა ის შვილი აი წესიერად ილაპარაკეთ ეხლა თქვენ რა შეურაცხყოფის მასაყენებლად მოხვედი დაუნტობელი ცხოველები ხარ ვინ კაცო შენ აი რომ გიყურებ ერთი სული აქ რომ აი ამ დაგზელებული პლასმასის დამყალებ ჭყილებით რომ მეცე და დამაზიანო რომ აი თვალის გუგა აი ამომთხარო შვილო აი ესე უნდა რომ ერთი ბუდი ამომიგდოს და ცალიც დამტოვოს. რებს იგონებთ ქალბატონო. რომეც არ ვიყო ჯამთელი. თქვენ არ ახართ ჯამთელი ისედაც. დედა წავიდეთ რა გთხოვ რა დედა გეხვეწები წავიდეთ რა. რატო ლაპარაკობ შვილო ეგრე? დედა წავიდეთ უკვე. არა შვილო სხვანაირად ლაპარაკობ. ჩვეულებრივად ლაპარაკობ. არა შვილო სხვანაირად შენ ესეთი ლაპარაკი არ მოდით რა დედა ერთი წამით. რატო სახში არ მოითავე? დედა ეხლა რა მოგივიდა ფულია წავიდე. რამდენჯერ გაგაფრთხილე? მოითავე და წამოდი ისე. ხო, წავიდეთ, სულად ხავარ დედა სახში. ვაიმე. მეტი არ მინდა რომ ბავშვ შარდის ბუშტი კონდეს დაზიანებული. არა, დედა, ეს შარდის ბუშტი კონდეს შესაცვლელი. დედას გიტირე. შარდის ბუშტი დაზიანებული კი არა, ქალბატონო, ეს ისეთ ასაკშია პრასტატა იქნება უფრო ალბათ. ჯვარი წერია, შვილო, ჯვარი წერია, რას ლაპარაკობ, სამჯერ მიაკაკუნე, როგორ გეკადრებათ, ჭკვიანად. ჭამე რამეს გამოდი აქეთ, ჭამე ნუ ხარ დაკომპლექსებული. აი ეს როგორ თამამათად გას ეს ცხოველი ეს. ვინ არის ცხოველი, კაცო? რა დრო საჭმელია დედა, ხო, არ მინდა საჭმელი. მოდი აქა, საჭმელი რატო არ ჭამე ამდენი საათი არ მშია დედა, სახში ხო ჭამე წერან არ ჭამე თორე, ისევ გცემ შვილო. არა დედა. ისევ გცემ. კაი, ნუ მაშინებ გთხოვ, გამანებ. არ მინდა დედა საჭმელი. გაჭმევ ძალით, ხო იცი რომ გაჭმევ. ნუ ნერვიულობ, მოეშვი, ნახე, მოადუნე მხრები, რატო გაქვს დაჭიმული? რატო გაქვს მხრები დაჭიმული შვილო? ჰა? რატო გაქვს მხრები დაჭიმული? რაშია საქმე? ქალბატონო. ესე გტკივა? კი, დედა მტკივა რომ მიხანა. აი ესე. ეგრე ეტკინება ქალბატონო. აი ეს მხარია გამოსაცვლელი ბავშვს. მთლიანად. ახალი გჭირდება. ეს სვავი. როგორ უყურებს მიზანში როგორ გიღებს რომ ერთი სული აქვს რომ მარტო დაიმარტო ხელოს და ჩაიგდოს ეს ჩემი თოთო ბავშვი ეს აცვენილი კარგი გეხვეწებით დავშვი სუმამოდ გაზრდილი წესიერად ილაპარაკე შვილი თვითონაც არ იცის ვისი შვილია ვიცი შვილო აი ერთი ნერვიული ახ მაგას უსმენ არ მოусმინო და მომისმინე ერთი წუთით მე ჩემი აზრია ეხლა ესეთი აბა თუ და მე თანხმებით ბავშვები არიან ბავშვები რა
ბავშვი და კაცი არიან უბნელები და შევარიგოთ ქალბატონო რა სიტყვით. მაინც ერთად უნდა იცხოვრონ უბანში. აბა შერიგდით. თქვენი სახელი უკაცრავად. თქვენი დიდი ბიჭი წერიანი. გიორგი. ნიკოლოზ შერიგდით დედა. შერიგდით. ასე ჯობია რა. გიორგი, ფეხბურთის თამაში გიყვარს? პესი. კი, როგორ არ მიყვარს? ნიკოლოზ, შეიყვანე და ითამაშეთ. წამოდიეთ. ფეხბურთი ითამაშეთ. ხო. ასე არ ჯობია. ხო, არ ვიცი. თქვენც დაწყნათ. უკვე აღარ ვიცი რა ჯობია. დამაწყნარებლად იღებ. არ ვიცი, ეს ისეთ ხელში მყავს ბავშვი გაზრდილი, რომ სამანტყოფოდან არ გამოვდიოდი. იმდენი წვალება და ისა მაქვს, მაგრამ ყველგან რო დამყავს. სპორტი, ჭადრაკი, ფეხბურთი, კალათბურთი, კარებშიც ადგას, იქითაც ადგას, იმ კუთხეშიც გავს, ხან იქიდან გააქვს გოლი, ხან აქედან ბადეშიც აგდებს, სულ სპორტული ცხოვრება, სპორტი არის ძალიან კარგი, სწორად არა ისე იქცევით. მართლა ხო რა, ჩავდი ამ ბავშვი ყველაფერში. კარგია, გაგიმართლებ. ბიჭო, ნუ წუწუნე. არც პესი და არც არაფერი თამაში არ მინდა ამასაც წამო. რა მოხდა შვილო გიორგი? რა მოხდა დედავი რა და რა ხდება? პეს თამაში და 5-0 უგებდა რა შეგვია 5-0 მიგება და ჯოისტიკი ჩამარტყა თავში. არ მინდა ამას და აი აქ ჩამარტყა დედა აი ის გამოშვილო. აი, რატო ჩაარტყა? ის გამოჩაარტყა შვილო. არაფერია, მიქნია რა. შენ დრაკულა შენ არის დრაკულა გადი. აი აქ საფეხბურთო ბავშვი ხო 5-0 გიგებდა და რატო ჩაარტყი? საჩაგარტყა. აი აქ ჩამარტყა საფეხბურთთან. ვაიმე შვილო. ეგ ხო ნათხემია შვილო. ეგ ხო არა, ნათხემი აქ არის რა ქალბატონო. მნიშვნელობა აქვს? ნათხემი ხო პირდაპირ ყიფლი ბანდზია მიბმული და ბავშვს ხო ჯერ ყიფლი ბანდი არა აქვს დახურული. რა მინდა შვილო? რატომ იკლავ შვილს? დარეკეთ სასწრაფო. დახურული მაგრამ. დარეკეთ შვილო. შენ ჯერ არ იცი რა გაქვს დახურული. პირი მიშრება წყალი მომიტანე შეცხონელო შენ. სასწრაფო. ახლა თურქეთში ადგილი არ არის. ისრაელში მივდივარ. გამოდი წადი მამა იპოვებისი ხარ. წესი არა შევაბარგ არაფერი არ ჭირს. ქალბატონო, წადით იმკურნალეთ. ახალი თავი გვინდა შეშტერო. იმკურნალეთ. აუ ჩემი სადგამ ინტერნეტი გამითიშეს. ესენი ვერ არიან. აუ ჩემი გავგიჟდები ეხა. არგენტინის თამაშია. თან ბიჭო მესის რო არ უყურო გავაფრენ. ალო გამარჯობა ძველიქსელები ხო არ? ინტერნეტი რატო გამითიშა და თამაში არის ეხლა და არ ვიცი ჩემთან გაითიშა რა არის არ ვიცი. ძალიან გთხოვთ რა მომიგვაროთ რა. მალე რა ძალიან გთხოვთ მადლობა. რა ჭირი ეტაკა ამასაც თო. აუ ბიჭო კაბელი ყოფილა გაწყვეტილა. აუ ამას რა გააკეთებს თო. უეჭველი დამლაგებელმა გამოსდო ცოცხი. აუ გულოში. რა გაბრიდავ სადაც დაგიჭირე. აი აქ რა უნდა და პროსტატო. აი აქ რა უნდა და არ უნდა გამოწმედა მე ხო უთხარი თო. აუ მოვიდენ იქნება მალე რა. აუ მესი ჩემი. მობძანდით? გამარჯობა. აუ რა ჯიგრები ხართ რომ მალე მოხვედი. დიახ მე ძველიქსელებიდან სწორად მოვედი ხო? დიახ დავრეკე და. დიახ რომ მითხარ პრობლემა? აი გაფუჭდა რა და კაბელია ჩემი აზრით გაწყვეტილი რა დამლაგებელმა მოვიდა კაბელი, კარგით ნახავ აბა ერთი წამით. ტიპია რა ვაფშე. შევამოწმო, ესე იგი ეს მოდემი უტირია. აი ნახეთ მან. დიახ. დიახ, აშკარად კაბელია გაწყვეტილი, კი ბატონო. და მარტივად გადავაბათ რაღაცა და უბრალოდ რომ ჩაირთოს რა, მესი რო დავინახო არგენტინის თამაში. არა, მეგობარო, მე ამას ვერ შევეხები, ბოდიში მე აქ შევადგენ. დიახ. რატომ ვერ შეეხებ გააკეთე რა უნდა მაგის არაფერი არ. იცით მე ვარ პრობლემის დამფიქსირებელი ჯგუფი, ანუ მე პრობლემას ვაფიქსირებ და ამას მე გადავცემ სხვა ჯგუფს. ის ჯგუფი მოვა და მე მალე გადაეცი, მაგრამ თუ კიდე დავერეკავ რომ მალე დააჭყა. არა, მე დავაფიქსირებ, ეხა აქ შევავსებ ამ ოქმს ყველაფერს დავაფიქსირებ და სამ სამუშაო დღეში იქნება პასუხი. ანუ რა სამი სამუშაო დღე, ბიჭო, დამთავრდა სოფლიო ჩემპიონატი, რა სამი სამუშაო. არა, ეგრეა, ეხა რა უქნა ბატონო, ეხა ჩვენი ის ეგრეა. ანუ ასე უნდა ეხა მაგასა უნდა ჩავიდე, იქ უნდა უყურო, სხვა გზა არ მაქვს. კი, იმიტომ რომ ანუ დღეს არის პარასკევი, ესე იგი ხვალდაზე გარიგე ორშაბათ სამშაბათს აუ რა სამბობ რა ამდენი ყავ კაროჩე რა ვინახარ თქვენ რა არ გამოვა ეგრე რა რა ვქნათ ბატონო ესეთი სისტემა გვაქვს და მოკლედ მე განცხადება აი უკვე თითქმის დავამთავრე ერთ წამით ესე გაწყვეტილი კაბელი დიახ ამას გადავცემ ხა მე სამ დღეში ხო მოვლენ უეჭველი სამ სამშაბათს აქ იქნებია აი ჯანდაბაზე მაგასთან გადავალ და კარგად წანდებოდი დიახ მე გადავცემ ამას აუცილებლად ჯობს პირიქით როგორი კადრებად იქნება დააჩქარო და დილით მოვიდნენ რა კი აუცილებლად
აუ სად არიან სამი დღე გავიდათო ალო აი მოვიდნენ მგონი უბზანდი გაუ სადა ხარ აი ხარ გამარჯობა კომპანია ძველი ქსელები გამარჯობა მოგესალმებით ესე გავიდრა სამი დღე რა და მოდი რა ესე იგი მე ვარ მოკლევის ჯგუფიდან ხო დიახ ეხლა უნდა მოვიკვლიო სად არის პრობლემას მე გეტყვით არაფერი მოკლევა არ ჭირდება მობძანდით აქ არის აი კაბელი არის გაწყვეტილი რა ეთქვა ერთი წამი მეგობარო რა ერთი წამი დაანებით კაბელს თავი უნდა მოვიკვლიო რა რა თქმა ამას ამდენი მოკლევა კაცო ხედავ რომ კაბელია გაწყვეტილი მაგრამ უნდა მოვიკვლიო რა ეს არის ჩემი საქმე ესე იგი აქედან შემოვიდა ინტერნეტის კაბელი ამოვიდა კედი გადაყვანილი მაგ ზემოთ გადაყვანილი მაგ ჭერში გადის ჩამოდის აქ და როუტერს უკავშირდება და ნახეთ აჰა გასაგებია დიახ კაბელია გაწყვეტილი რა თავიდან არ გითხარი კაბელია გაწყვეტილი მეთქი მოკლევის ჯგუფი ხო იყო მოკლევის ჯგუფი ვარ თქვენ ხარ ბოდიში დამფიქსირებელი ხო იყო მოსული იმან დააფიქსირეთ თქვენ არ გადმოგცათ რომ კაბელი გაწყვეტილი იყო ხო მაგრამ ჩვენ ვართ მოკლევის ჯგუფი და უნდა მოვიკვლიოთ ბატონო პრობლემა ეს ჰაერზე ვერ გენდობით რომ ეს არის გაწყვეტილი ანუ ეხლა რა ვქნა რა კიდე მოკლევის ჯგუფიდან გადაეცით და გადააბან რა უნდა მე გადავაბო ბოლო ამას არა ერთი წამი მაგას ვერ გადააბავს ვერც პრობლემის დამფიქსირებული ჯგუფი და ვერ გადააბავ ვერც მე ანუ პრობლემის მოკლევის ჯგუფი ეხლა უნდა გადავცე ეს პრობლემა პერიმეტრის შემსწავლელ კომისიას. რამდენი ხანში იქნება ეს პერიმეტრი? ამას გადავცე 4 სამუშაო დღეში. რას ლაპარაკობ თქვენ ნორმალურები თქვენ რა 4 სამუშაო დღეში თქვენ გიჟები თქვენ. სამ რა თუნდა ამას ამ ხელამბავი გადააბი რა. ასეთია სისტემა კაცო დამშვიდი 4 სამუშაო დღეში გადავცემთ პერიმეტრის შემსწავლელ კომისიას რომელიც შესაბამის დასკვნას დაგვიბრუნებს ჩვენ ანუ მოკლევის ჯგუფს. შემდეგ ჩვენ ანუ მოკლევის ჯგუფი ამ დასკვნას დაუბრუნებთ ისევ პერიმეტრის შემსწავლელ კომისიას 10 დღის ვადაში და შემდეგ უკვე ის თავის მხრივ დამზიანებელ ჯგუფს გადასცემს და დაზიანების აღმოფხვრვის ჯგუფს 12 სამუშაო დღეს. დამთავრდავს, მეორე დაიწყო, ევროპა დაიწყო, აღარ მინდა, რა თმინდა. რა თუნდა ამდენი ჯგუფები რა, ხელფას რაჭი გაძლევი, პირდაპირ მოდი გადააბი. მე გადავაბა, მომეც რა მე რაც არის სარჩილავი თუ რა ჯანდაბა არის მე გადავაბა. ეს არის ჩემო ბატონო სისტემა. რა გავაკეთოთ? ვერ დაგეხმარებით ვერაფერს. მოდი ერთი პერიმეტრის შემსწავლელ კომისიას უნდა დაელოდოთ რა. მოდიალობ რაღაცას რა. ესეთი მიყოფილი სულელები არის. ალო. თქვენ ნორმალურები ხართ რა პერი რა თვინ ამდენი კაცის გამოგდავ რა. გამოუში კაცი რომელიც გადააბავს. არ ჭირდება ამას დიდი ამბავი. ვა. ან მომეცით ის არჩევი მეტო გადაობა დამთავრდა ფეხბურთი გქონდა. შეობა გახდა უკვე არგენტინა ჩემპიონი. ბიჯოს. ვა. აუ გავიდა ეს დრო სადახართ ბიჭო რა ვერ გადააბეს ეს კაბელი მწვენია მეზობლებში სიარული თო აუ შენაგაშენა ღმერთმა სადახარ რამდენი ხანი თო მოდი თუ ჩემი ძმა ხარ რა მიხედე რა ხო არა ბაზარი არა მანდარი დიახ გადმოგცეს ალბათ ხო ჰა კაბელი არის გაწყვეტილი და გადააბი თუ ძმა ხარ რა დავდივარ საზმაკაცოში ფეხბურთის საყურებლად მწვენია უკვე რა არა გეშლება ძმა არა მე არა ვარ ოიცე კაცო შენ არა ხარ მოკლევის ჯგუფიდან არა მე გვერდზე მუშაობ სანტექნიკი ვარ გვერდზე სანტექნიკი ვარ ჩემთან რა გინდა კაცო არა ისეთ საინტერესო წივილ-კივილი გამოდის მაინტერესებდა მეთქი რა ხდება მოდი ერთი თუ ჩემი ძმა ანუ ეს არის თავარი მიზეზი კაბელი და ეგ არის თავარი მე ფიზიკურად ვერ მომკიდებ უბრალოდ ხე სანტექნიკი ვარ ხო ხვდებით რომ მე პრობლემა არ აქვს ხო მაგრამ შეგიძლია რომ გადააბა არა ძმა მე უბრალოდ არა ერთსა ვიდგები უბრალოდ ხერშა შეგიშლი ძმა რა გაღიზიანდი თუ გინდა დაურეკი აგინე უბრალოდ მაინტერესებს რა ეტაპამდე მიხვალე რა მაგარი საინტერესო რიცი რა წივილ-კივილი გამოდის მაგარი მოდი თუ ჩემი ძმა ხარ ხა დამტოვე რა მოდი რა მოდი არაფერს ხერხა შეგიშლი ძმა მოვიდეს ის მოკლევის ჯგუფი არ მინდა მოვალოთ იქიდან ვერ უსმენთ შესაქმეს მიხედე ძმაო შესაქმეს მიხედე მე ესენი მომიგვარები მადლობა არა და რა უნდა იმის გაკეთებას თუ იცი გადააბი მე არა მე ვერა სანტექნიკი ვარ ძმა მე რანაირად გადავაბო ეს რა ქვეყანაში ვცხოვრო ბიჭო რა თქონდა ამდენი იმას მოკლედ ერთი აკეთებს და მობძანდი არ მინდა შეინჭირი მე მიბძანდი რა არ მინდა ერთი წუთით გამარჯობა ჩვენ ოპტიკურ ბოჭკოვანი ინტერნეტიდან გაწევთ შეიძლება რომ თქვენ ახლა მობძანდი დიახ გაბესაუბროთ ძალიან დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა იყვნენ მოსულები ერთი იყო თავიდან მოსული მაღალი წორებიანი კაცი იყო ჩვენ დავაფიქსირეთო მე ამან დააფიქსირა მე გადასცა იმას მოკლევის ჯგუფმა გადასცა იმას და ნუ გადამიბით რა ძმურად რა რა არის პრობლემა არა იცით რა შეასაქმე რომ არ ვარ შემკეთებელი, მე ვარ დამამშვიდებელი და მოკითხვის დეპარტამენტიდან. არის შემიძლია რომ დაგეხმაროთ, მე შემიძლია რომ გამიკეთო. არა, იცით მე ამას ვერ გავაკეთებ, უბრალოდ ჩემი მოვალეობა რომ მოგიკითხოთ. კარგად ვარ. კარგად თუ გადა თვითონ წდება როგორი
წნევა ცოტა მაღალი მაგას. ჩემი მოვალეობა რომ გაგისინჯოთ წნება. არა, მადლობა. უსაცია, რა მეთქვა ჭირდება, გადაყვანა ხوارდება. დამშვიდებ. მადლობა. ბატონო, არა, იცით რა არის? უბრალოდ რა არის? მაშინ იცით რა, ხელი უნდა მომიწეროთ აქ რომ მე ვიყავი რა, უბრალოდ. კი ბატონო, ხელს მოგიწევთ, ბატონო, კარგად ბრძანდებოდი, გაბატონო. ჩვენ სერვისში შედის მოკითხვა და კითხვა შეკითხვა. აი ინტერნეტი ხوار გაქვს, შეგვიძლია დამისვათ კითხვათ, მე კითხოთ. ფეხბურთის მაჩები. გადაეცი. თამაში ვინ რამდენი გული გაიტანა. მადლობა. გაეტრია კიდევ. ესენი ვინ არიან ბიჭო? ესენი ვინ არიან დო? ალო. დადო, ხო, მოდი რა ისე შენთან მე მერიდება, მაგრამ შენთან უყურებ რა. ვერ გამიკეთეს ამათმა ბიჭო ეს. ინტერნეტის 9 კაცი გამოუშვეს რა. ამ ერთხელ და ვშევარ ხა მერიდება დილის 8 საათზე ვიცი რომ თამაში იწყება, მაგრამ ბიჭო მეუღლის მერიდება და რაღაც ხო ხტები, მაგრამ რა გავიდა უკვე ერთი კვირა კიდე ავი 10 დღე რამდენი დრო უნდა გავიდა მობძანდი რია მობძანდი სად ახარ სად დამთავრდა სოფიო ჩემპიონატი პერიმეტრის შემსწავლელი კომისია ძველი ქსელები ესე იგი კი ბატონო იყვნენ ხო წინა დეპარტამენტიდან მოსულები წინა დეპარტამენტიდან იყო მოიცადე შენ მეცნობი პირველად შენ არ იყავი მოსული კი კაბელი რო არის გაწყვეტილი ხო? კი ბატონო, არ მაქვს, ფეხბურთს ვერ უყურებ, ადამიანი. არა, გასაგებია ბატონო. გამიკეთეთ რა. კი ბატონო, მაგისთვის ვართ ჩვენ, რას ლაპარაკობთ? ოღონდ მე ვიყავი მაშინ მოკლევის ჯგუფიდან. ეხლა ვარ პერიმეტრის შემსწავლელი კომისიაში. ესე იგი ჩვენ დავწეროთ დასკვნა თქვენი მახსოვს კი ბატონო. დავწერთ დასკვნას რომელიც 12 სამუშაო დღეში. მოიცა 12 უნდა გავიდე? დამთავრდა 12 სამუშაო დღე. რას ველაპარაკები ხარ? მეზობლების მცხვენია ძმაო, ფეხბურთს ჩავდივარ. დილის 8 საათზე ოჯახს ვაღვიძებ და ფეხბურთი იწყება მეტი ხან 3 საათზე ბიძოს ხანი რაღა აიჩემეს ეს ამერიკა, მექსიკა გაეკეთებიათ ევროპაში და ნორმალურად უყურებდი ფეხბურთს. ყველა ამას ვამბობ, ყველა ფეხბურთის გულშემატკივარი ვამბობ მაგაზე. არ მინდოდა ამერიკაში და მექსიკაში ჩვენ დროზე არ შეიძლება ყოფილიყო. ან ეს ინტერნეტი გადავი კაცი არა ხარ? რა გავაკეთო დაზიანების ჯგუფს უნდა გადავცე, ეხა მე პერიმეტრი შევისწავლო, მაგრამ მოკლევის ჯგუფიდან რომ ვიყავ, ესე იგი შესწავლილი მაქვს პერიმეტრიც, გადავათვალიერებ უბრალოდ, გადავცემ დაზიანების ჯგუფს 12 სამუშაო დღეში მოვა და აქ იღებოთ ინტერნეტის კავშირი. რა პრობლემა არის ეხა ეგ რა? საერთოდ ხედავ აქ პრობლემას. ვერ ხედავ ხო პრობლემას? რა პრობლემა არის? ესეთია სისტემა. ეხა დაგანახებ მე შე პრობლემას. თან ძალიან დიდ პრობლემას. რა პრობლემას არის? დაგანახებ ახლა. ვაიმე ერთის არის რა ქვია? ახლა მიდი გადააბი კაბელი. ვაიმე არ შემიძლია ბატონო. კაბელი გახსოვდა მაკაბელივით წელში ისოდე გადააბი. აი ისა რა ქვია? ნამდვილია ეგა? ნამდვილია კი? ხო არ გამოცადო. არა. გადააბი. არა. აიმე არა და რა სისტემა და რა ბიუროკრატია მოიფიქრე სამად. გადააბი. შეიძლება ხო თურმე გადაბა ხო? შეახვარო შენ. დააჭირე ხა ჩაირთოს. სადაა კამოსა? ჩაირთო ბიჭო შეხედე რა. ესე დაგდო მე შეიძლება გადი. ესე იგი ყოფილა ხო შესაძლებელი ხო? ყოფილა ხო შესაძლებელი ხო? დავაი გაეთრი აქედან ბიჭო. ეს უსინდისოები ესენ. სანამ იარაღი არ ამოვიღე, მანამდე არ ჩართეს თო. აუ მესი შენ გენაცვალე რა. მიდი რა თუ ძმა ხარ. ვაიმე. რა მოხდა თო? რა მოხდა კაბელი რატო ჩაბდელ და? აუ ტრანსფორმატორი აფეთქდა, აუ ჩემი ბედის. ტრანსფორმატორი აფეთქდა, ჩემი გაწყვიტა მთელი კაბელები. ალო თელაცია ხო გამარჯობა. ტრანსფორმატორი აფეთქდა და მთელი კაბელები გაწყვიტა და იქნებ გამოუშვათ ვინმე რა. ძმურად რა დამთავრდა სოფლიო ჩემპიონატი, აღარ მინდა არაფრის ყურება გამოუშვით ვინმე. მალე არა პირველი ჯგუფი რომელიც გადააბავ დანარჩენ ჯგუფებს დავხო წავიწოდი ყველას. ალო აუ გუშინ რა მაგარი იყავი ცირა ეს რა იყო გოგო მე პადობნი ამ ხნის კაცი ვარ პადობნი გაგიჟებული მიარყოფი ვარ გოგო რა არის ეს რა მაგარი რაღაცეები გწოდნია გოგო გადარეული ვარ გოგო როგორ გამირეცხე მანქანა ასე რომ სულ გაჩახჭახებულია პატკლინიკები სულ გამორეცხილია მალადეც შენ რა ცირა რა ვიტყვი რომ ზუგდიდში პირველი მრეცხავი ხარ რა მაგარი ხარ ძალიან
ხო ეხლა ამცალია კაროჯე გაკოტრებული ბიზნესმენი უნდა მოვიდეს რა კარო აღარ შემიძლია ყველა ჩემი სათრები როგორ არის კაროჯე რა კაი დაგიერეკა საზონიმსა დაბაი მოდი ბიჭო რატო შემოყვედი არა ვარ ჯერ მზად კაცო შემოდი გამარჯობა ბატონო ბენტლი გამარჯობა როგორ ბრძანდებით მე გესაუბრეთ აი ბიზნესთან დაკავშირებით რომ გესაუბრეთ გიორგი ხუსკივაძე ბიზნესის მეპატრონე გახლავართ თვითონ გიორგი ხუსკივაძე გიორგი ქვია დიახ რა უცნაური საყელია ბიჭო გიორგი მეტა ვინმე სხვას ქვია კიდე რა არის გიორგი ბიჭო საგვარი ხარ ხუსკივაძე გიორგი ბიჭო კაროჩე რა უცნაური სახელები ქვია კაროჩე რა დანარჩენ საქართველოს ბიჭო რა არის რაღაც მეგრული სახელები დაირიგვით ხო არა უშავს ბატონო ბენტლი სხვათა შორის ჩვენ თუ შევთანხმდებით იმაზე რაცაც ვისაუბრეთ გადავიკეთებ არ არის პრობლემა მე ყველაფერზე არა მასე მარტივი არ არის რა ჯენ იმერელი რო გინდა და მეგრელი რო გახდე ეგრე მარტივი არა ბევრი გზა უნდა გაიარო მასე დაშტე დოსოჯი ერთი მან კი ბატონო მე ყველაფერზე თანახმა ვარ მოკლედ აბა რაზეც გესაუბრეთ რა მოვიფიქრეთ მე მოვიფიქრე სიმართლე გითხრა ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე მოვიფიქრე ანუ ინვესტიციას განახორციელებ ინვესტიციას განახორციელებ იმ შემთხვევაში დიახ თუ რა თქმა უნდა ჩემ გოგოს მოიყვან ცოლად ერთი წამი რა თქვით ბატონო ბენტლი რაც გაიგე ის ვიღაცა რა ჩემ გოგოს მოიყვან ცოლად და გაგისტუმრებ მაგვალებს და ანუ სიძეობა ხო რა დღე გამიტენდა რაღაცა ტილიან მილიონებზე სასაუბროთ მოვედი და ბატონმა ბენტლი ცავამ სიძეობა შემომთავაზა თქვენ ყოფილხართ ადამიანი თანახმა ვარ ბატონო ჯერ მასე ჩქარა ნუ იჩქარებს ჯერ რას ლაპარაკობთ ვაიმე ეს რა დილა გამიტენდა შენ იცნობ ჩემ გოგოს არა რას ლაპარაკობთ არ ვიცნობ მაგრამ გავიცნობ არ მინდა გადაიფიქრეთ ბატონო ბენტლი არა არ მინდა ქვია ჩემ გოგოს ქვია არ მინდა არ მინდა კაცო არ იცი ეგ ისტორია შენ კაცო დედიახალმა რო გამოიყვანა და რო დავხედი არ მინდა მეთქი და ვარქით არ მინდა ყველა მიდის ბიჭო ეს დემატურიზმი არ იცი შენ არ მინდა არ მინდა მორთიაში გოგო არის მამა მე არის რომ ეძახდი მოიხარე ცოტა გოგო გეძახდი ხო აგერ გიორგია მოსული აგერ ხუსკივაძე უცნაური სახელი და გვარი კი აქ მაგრამ რას გავუგებ შენ ამ იმერლებს გაზე არ მინდა აუ მე უფრო არ მინდა რა არის რომ თქვი ესა გიორგი მამა ვინ არის ეს ბევრი ელარჯით გამოპუტკუცებული ბიჭი ესა ძალიან სიმპათიური არის რომ არის ისის არის აბა არ არის დოსოჯი გოგო აქ დოსოჯი გამოდი შენ ბიჭი ვაგე ესა ეს არის ბატონო ბენტლი ეს არის ჩემი ანგელოზივით გოგო მამიკო ადეკი ახლა შენ და ცოტა დატრიალდი რომ მოვაწონოთ რა ცოტა დატრიალდი კიდე სტოპ ეს არის ყველაზე კაი რაკურსი სტოპ ბოდიში რა მოიცა გასიტყვი ბატონო ბენტლი ბოდიში ეს უნდა მოვიყვანოთ ცოლა აბა რა მოიცა რა უწუნებ რამე შენ ჩემ გოგოს რა არის ბიჭო აუცა რა ხო ანუ რა ამის ცოლად მოყვანას რა ამის ცოლად მოყვანას რას უწუნე ბიჭო ამის ცოლად მოყვანას რა თქვია თქვენ რომ მოგიყვანოთ ცოლად არ შეიძლება ანუ თან გადი ბიჭო გაგცხია ხა შენ უყური ამას არა უბრალოდ მეტი ვერაფერი მოვიფიქრე ბატონო ბენტლი აი იყოს ავი არ მინდა იყო მაო შენ ხარ გაჭედილი ბიზნესმენი თუ გინდა რომ უფრო არ გაიჭედო შემოგთავაზე ბიზნესი ეს ყველაფერი იცით რა არის ახლა რო უკვირდები სესხს ავიღებ არ იქნება პრობლემა ძმაკაცს ვეტყვი ძმაკაცები მას ესხებენ ფულს ან გავკორტრდი არაფერი არ გიშველის მაქსესხი ბიჭო შანსი არ არის ბიჭო რა თუ გინდა დახმარება მე მაგარ რაღაცას თავაზობ ეს არის ვაფშე ისეთი ძდელკა რომ ვაფშე რო არ არსებობს ეგეთი ძდელკა რა არის რაღაცა გაიოფლე და გინდა წყალის მოგიტან ესა წყალი არ მინდა მოიცა შენ რატომ დაგასხარ სიმწრის ოფლიმ არა უბრალოდ მოგიტან წყალის მეთქი ბიჭო
კარგით მომიტანე წყალი, ოღონდ ცოტა შორიდა რომ მომიტანო თუ შეგეძლია. აი ზუგდიდი შესასვლელში რომ წყარო გაქვთ, ძალიან მაგარი წყარო. მაქედან მომიტანე თუ შეძლებ რა. არა სულელი არის რა ხარ? რა ზუგდიდის შესასვლელიდან ბიჭო. აბაშაში გვაქვს ძალიან მაგარი ვილა და იქ არის მაგარი ჭა. და იმის წყალის არის რომ მოგიტან მე შენის. მინდა? არ მინდა იყოს, არ მინდა ჯანდაბას არ მინდა წყალი. რავი მაშინ, რავი რას დალევ? ყავას დალევ, ჩაის თუ წყალის? თუ დალევა არის, საწამლავს დავლევ მაშინ. თუ რაღაცა უნდა დავლევ, აუჩემი რა რომანტიკული ტიპია რა ხა შექსპირი და რა მე ხო საწამლავი რომეო და ჯულიეტა ვარ მე და შენ საწამლავს დაავლევთ მე მოვკვდები და შენ ტუჩებში მაკას რასა ბიჭო რა მეკაცავები მამა ჩემის ვალწინ გადი ბიჭო ეხლა იქ არა არც მიკადრებია გიზი ხარ გიზი არ მიკადრებია რას რასა შენ თვალწინ რო აკეთებ ბიჭო არა ბატონო ბენტი რას შენ თვალწინ რებს აკეთებ და ბიჭო როგორ გეკადრებად ბატონო ბენტი რას მბრძანებთ კაცო საერთოდ მიოწე ანწ აუტანე წყალის გოგო რა იყო შენ კიდე არ მინდა რა საერთოდ ადამიანის სიყვარულით უნდა მოიყვანოს შეუღლდეს ხო და ამის შეყვარება ჩემში პრობლემა თვითონ მე ვერ შევძლებ ბატონო ბენტლი მე ვერ შევიყვარებ არ მინდა რა მამიკო აღლა ხო ეთყობა ამას რომ გაძოლტყაებული ბიზნესმენია და არ ცდილობს რომ წინ წავიდეს ხო მამიკო ბიჭო მოიწიე შენ ერთი აქეთ მე სულ ბენტლი კი არ ვიყავი ბიჭო ჩემი შრომით მივახციე ბიჭო ყველაფერს თავიდან ვიყავი ჟიგულიცაა მე ვიშრომე და გავხდი ვოლგაცაა მე კიდე ვიშრომე გავხდი BMW-წაა მე გავხდი Mercedes-ი და ეხლა ვარ ბენტლი ბიჭო 100-ია უნდა დაგიფასე შრომა თუ შრომა ბიჭო გაიგე არ ვიცი არ მინდა რა მოკლედ ვიფიქრე ეხა და ვერ დაგეთანხმდებით მაგ წინადადებაზე რა ცოტა ესე ბიჭო უარსეუნები ჩემ არ მინდა თლად უარსაც კი არ ცუდად არის ბიჭო რასა რა ჭაფაბაკ რა თმინდა ეს ახაცა კი უარსკელკე რა არის ვერ გავიგე რა არის არა უბრალოდ ანუ რას მეუნები და არ მოგეწონე არა უბრალოდ როგორი რაღაცა იცით ცოტა უნდა დაფიქრდეს დაწონოს ადამიანმა ცოტა რაღაცა შენ მასწავლე ახლა იმ დაწონ და დაფიქრებებს და წარმოდგენებს და რაღაცეებს ყველაფერს შენ მასწავლე ეხლა მამიკო ჩემს ფანტაზიაში ეხლა შემოვუშვე ორი წამი დამაცადე შემოვუშვი ეხლა გაჩა ბიჭო შენ არა ხარ ნორმალური გადი ბიჭო შენ რეები არის რა გწოდია წადი მიაწია ხო შენ რას აკეთებ არაფერი არ გამიგებია რეები გწოდია ბიჭო შენ გახდება კაცო აქ რეებს აკეთებ ჩემ თვალწინ მამა თვითონია გამიშიშვა გოგო რეებს აკეთებ შენი წელია უკვე რა რას რეებს აკეთებ რა შედარე თვითონი ვარ რეებია ბიჭო რო იკადრე ბიჭო აქ ჩემ თვალწინ ბიჭო არ გამძრეულ ვარ რას ლაპარაკობ არ მინდა რა მოდი ბატონო ბენტი შევთავაზეთ რომ უარს ვამბობ რა თქვენს წინადადებაზე ვამბობ უარს ბოლო შანსი გაქვს დაფიქრდი არ მინდა რომ არ მოვწონვა რა რავის ადა გაჭირდი ახლა ჩვენი კარნოი ნომერი გაუშვი აი ეს დავიწყოთ მოდი აქ ერთი წუთი მოდი აი აქ დამიტეკე დავიწყოთ ათიკაჩი კუმართუდა ავსურს გირი გენკია ავსურ მაჰმუსური გვალო კაჩკი მანტია ოდა ცეკვასი და Oh my soul Oh brown suffer La 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 oh la 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 oh la la oh la la Arganebიდან გნოლი აფრინდა ხაბარდასველი გადაიარა ისევ აღზექი მუხრანის ბოლოს გოგო გითხარი მე შენ არ გინე ეს ხორხანები გძოლის დედის
არ გიდოდა ეს გნოლი გაახურე საქმე შეგიდე რა მოდი ბიჭო მოდი ვარჩე მამაჩენსაც გადაუხტივალებ ბიჭო ჟურნალისტები მისვათ მას ასე დავიწყოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მოზარდ მოძალათეთა თეატრი წარმოგიდგენთ იტალიის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პრეცედენტულ სპექტაკლს რომეო და ჯულიეტა სცენა პირველი რომეო და მერკუციო პოლიციის განყოფილებაში მოკლედ გოგო შემიყვარდა სიმო რა შეგიყვარდა არა ესე ყველა კაბიანზე შეყვარებული ხარ ეგ არა ბიჭო გუშინ ტიტანის შაურმაზე დამპატიჟე სიმონ და უარი თქვი რა შენ მე მგონი მართლა შეგიყვარდა ან შაურმა და აირანი ჭამ ერთად მოგწამლა და ბოდავ არა სიმონ არა იმენა მაგრად მიყვარს რა მეგონა რომ გულისმაგივრად კასტეტი მქონდა მაგრამ რაღაცა გზნობა გამიჩნდა კაროჩე ვინ გაარღვია შენი კასტეტებით გულია ვინმე ფაქიზი არსება ხო არა იმენა უხერხემლო ვიღაცა ისეთ ბიჭო არა ჯულიეტა ქვია სიმონ ორთაჭალის განყოფილებაში მუშაობს გორი ქორა აუ რა მაგ ინსტაგრამი აქვს ინსტაგრამი ქონდა მაგრამ ჩემპონში გააუქმა სიმონ აუ აზე ხარა მაგარი გოგოა თან იმენა კრიმპოლი ძალო გვეყოლება აუ რა მაგარია მომისმენ რამე საჩუქრებია ჯოგონ ეს რაფაელო და რაღაცა ფაფასუა საჩუქრები არ მინდა ეგრე მიცნობს სიმონ იმენა გლოკი ვაჩუქე კაროჩე გენაცვალე ოქროს ეს ვაჩუქე სიმონ ბორგიასნია და 500 ცალი ვარდი გახსოვს ბებოსო წავართვით როგორ ყიდი და აი ეგ აუ 500 ცალი სიმონ მაგარ მოც ეგ ვარდი არ დაჭკნა რა არა ბიჭო რა დაჭკნა სიმონი აუ რა მაგარია ბიჭო რა მაგარია და მომისმენ ხარ შენ მართლა გიყვარს თუ გატაცება არა რა იცი რომ მართლა გიყვარს იქნება გატაცებაო ბიჭო რა უყურებ კაროჩე მინდა რომ ისე მოუხვიო ხელი და მოვიზიდო ჩემს კედო ხერს რომ მოუჭერ კაროჩე ნეკანები რო ჩაილეწოს ხუაზე ხა და იქ გატეხილმა ნეკანმა რო ღვიძლი გათიშოს კაროჩე კენჭი დაიძრას და აი მაგრად რო გაუჭირდება კაროჩე ჩავსვა ჩემს კოდაში და წავიყვანო კაროჩე სამონტყოფოში და უმკურნალოს აუ შენ მართლა შეყარებული ხარ დამბუძგლა ახლაც არა მართლა შეყარებული ხარ შენ აშკარად რა ბიჭო მაგარი შეყარებული ვარ სიმონ თან იმენა ერთადერთია გზნობ რომ ის არის ერთადერთი სიმონ მოიც ერთადერთი რატო ბიჭო რატო და ფორმაზე რო დავხედე მის ნომერს კაუჩი გამახსენა და დარბევების დროს ნიღაბი რო გვეკეთა კაუჩი თურმე ჩემს გვერდით იდგა და ერთად უბრახუნებდით აუ იმენა აუ მაგას იღა არ ვიცი ჩემ ერთადერთია და ჩემია მაგას რა დამოვიწყებ საღო მაგარი გადაობ რა მომისმინე რომ მე რითი დაგეხმარო მითხარი მე რა შემიძლია შენი დახმარება დამჭირდება მერკუციო უეჭველის მომისმინე ყველაფერს დაგეხმარები ოღონ მერკუციო აღარ დამიძახო რა მერკუციო რაღაცა ცოტა ან წოდება ან ძმაო ან ლომო რაღაცა მაშინ ლომო იყოს ლომო დამიძახე მერკუციო აღარ დამიძახო მოკლედ ერთი პატარა პრობლემა არის პრობლემა ისეთი რა სიმო ერთი ჩამპალი ხნიერი პრობლემა რა სიმო რა პრობლემა აბა გამოუშვი რა მამამისი გვიკრძალავს ურთიერთობა სიმო რაღაც ო მე რა გაუშვათ კურორტზე რა პრობლემა არა სიმო სასიმამროს ხო არ გავსროკავ კაროჩე მაშინ არა თუ ახლა სიმონი რა ვიცი კოკაინი და გერაინი და ყველაფერს უპოვიან ჯიბეში სიმონ ყუაზე ხარ თუ დაატვენი კაპობა რა უნდა ბიჭო მაგას ჩამოვათებ განყოფილებაში მაგის ნეკნებისგან გავაკეთებ კრიალოსას თუ გინდა ეგრევე ხო კაროჩე წავედი სიმონ ჯულიეტა უნდა ვნახო რა ხო გამომყვები სიმონ უეჭველი აბა რას ვიზა მერკუციო ჯერვიდა და ვატირე დევეშ ბიჭო მერკუციო აღარ დამიძახოთ ხო უთხოვი ან ლომო დამიძახი ან რაღაცა დამიძახი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა ვინმე მომ განახორციელა სიყვარულის შემცველი ქმედება რაზეც შესაბამისი რეაგირება მოახდინა ვინმე მომ ოპერატიული ფარული მიყურადების შედეგად გინდება რომ მას პირადად ეახლა სახლთან და აიძულა ჯკ აივანზე გამოსულიყო ანუ იძულებით მიიყვანა სიყვარულის ახსნის მდგომარეობამდე. ჯულიეტა! ჯულო! ой! ბიჭო რა გაბღავლებ შეახვარო კაცო ჟენა დამიძახე მესმის ხო აქვე ვარ მაგრად მიყვარხარ ჯულიეტა
მეც და კოსმის საშუალება რომ მქონდეს ქვედაყბა ჩამოგიღებდი იმენს. მეც მაგრად მიყვარხარ რომ იმენა მაგიჟებ დედას გეფიცები რა. ან მთელი ცხოვრება მინდა ჩემთან რო იყოს. მეც მთელი ცხოვრება მინდა რომ შენთან ვიყო და იმენა ერთი სული მაქვს რომ წყლით სავსე ბოთლი დაგილეწო ბიჭო ეგვერძები და დაგირბილო ეგნეკნები რომ აი ეს გაფუმფულებული თვითონ რომ ლოგიში ჩაფუმფულებული ჩაწვე ეს ჩასიებული ნეკნებით რა. ეხლა მინდა რომ ჩემი ცხოვრება ჩემს გვერდით ყავდე რა კაროჩი რა. აი სამსახურიდან რომ მოვალ დაღლილი რა. ცხელი წუნიანი რომ დამახვედრო ჯულიეტა. მაგრად მინდა. კავშირი მაგრად მევასები რა იმენას. ვენა მიიგდი და ნუ რა და მე უფრო მაგრად მევასები ბიჭო და ნუ მებლატავები რა. ჯულო მე უფრო მაგრად მევასები. მე უფრო მაგრად მევასები მეთქი ძმაო გეუბნები და ენა მიიგდე ახლა რა. ბაზარი არ არის. მოკლედ პაემაზე მინდა რომ დაგპატიჟო. შკოდაში რომ ჩაქსვა და ბასლანებით იქით-აქეთ რომ გატარო ჯულიეტა. და სად უნდა წაიყვანო შენი ჯულიეტა რას უპირებ? სადმე სუში რომ ჭამოთ. ბიჭო მომისმინე ერთი რა სუში აჭამე ბებიაშეს ბიჭო წამოდი შაურმა გავძუყნოთ შეხვარ უბერავ რა სუში რა. ზარი არ არის შაურმა ძალიან მაგრამ ევასება მეტი მაიონეზით და მეტი ხოცი რომ აკომოტენებს. მაგრამ მიყვარხარ იმენა ცხოველი ხარ შენ თავს ფიცა ვარ იმენა მევასები რა. იმენაც მეორეც მაჩვენე რა მეორე ორივე ერთად. მამი რა უნდა გითხრა ისი ჯულიეტა რა ხდება მა? სარკესთან დავდე მამა ფქვილი რა ესეთ პაკეტში რა ხო და აღარდებს და სად არის მამიკო? რა ფქვილი მა? რა ფქვილი მამი და მე ხო ისენი მევასება ტორტიკები და რაღაცები ეკლერები და იმისთვის რომ ნამცხრისთვის რომ კექსები რომ გავაკეთო და უცებ რომ მივირთო მამა მომისმინე ერთი შენ რა გინდა თუ ჩემ ნერვებზე თამბაშობ შენ თუ რა ხდება ბიჭო? აუ მამა რამდენჯერ გითხარი რომ მაგ ფქვის და რაღაცებს თავი დაანებეთქო რა გინდა მიჩალიჩებ და შენ თავსაც უჩალიჩებ თუ რა ხდება გინდა რომ ციხე დაგაშენო თავზე ბიჭო? ბიჭო დაგაშენო თავზე ეხა მამას თუ დაიჭერა აი რა ჯულიეტა მამა გენაცვალოს აი მართლა და მართლა მამა მიყვარხარ მაგრამ გაიჩალიჩებ რა ვა რომეო აქ საიდან გაიჩითი ძმაო შენ არ იცი რომ კაპულეტებს და მონტეგებს ერთმანეთი არ გვივასება ბიჭო ო მაგრამ მე რა დაგიშავეს შენ რა დამიშავე შენ გონია დამავიწყდა ბიჭო მოსაწევი რომ ჩამიდე 1 კილო და 6 თვე მახეხიეს იქ კაპეზეზე ბიჭო შენ რა ვერ დაივიწყე სიმონ მე აგა მე უდო ხო შეგეხო და გამოგაგდე გარეთ სიმონ რა გინდა ვერ გავიგე მომხედე ბიჭო შენ გოგოს თავი დაანებე ჩემ ჯულიეტას თორე აი ამბავი არ დაგემართება ძმა შენ წესიერად მელაპარაკე სიმონ თუ არა მოსაწევს კი არა მთელ ფონი ჭალას ჩაგიდებ ჯიბეში გასაგებია სიმონ და გახსოვე არავის მოჭამო ბიჭო გაიგე თავი დაანებე ჩემ გოგოში ახვარო ძაღლო ბიჭო ახვარო ის უთხარი სიკო მოდი აი შედი ქალო სახში ბიჭო მამას ხელი გაუჩი ბიჭო მამას ხელი გაუჩი სიყვარული თავში არა გივარდეს მეთქი გეუბნები ნაგლო კაცო მოგახსენებთ რომ წინამდებარე აქტი წარიმართა მცირე დაძაბულობით დაფიქსირდა სისხლის სამართლის კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევა რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს რმ-ს და მის მეწყვილეს ჰქონდათ მყისიერი რეაგირება თუმცა აღნიშნულ ფაქტზე ცუდი რეაგირება ჰქონდა შეყვარებულ მხარეს ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები მიმდინარეობს გამოძიება სპექტაკლის მიმდინარეობისას კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ პრეს-ცენტრს ჯულიეტა იზვინი რა მამა შენი რო გავსროკე სიმონ პროსტა მაგარი ტვინი გაბურღა და გადამეკეტა სიმონ ხუაზე ხარ რა დაიკიძეს მა მაინც მაგარი ანჯო იყო მოკლედ ესე იგი ვეღარავინ გადაუდგება რობოკოპებივით ჩვენ სიყვარულს წინ ხო სიმონ რომეო იცი
ბევრი ვიფიქრე და კაროჩე, ჩვენი ქორწინების შანსი არაა ძმა. ვა, რატოს? ადრე თუ გვიან მამა ჩემი მაინც გამოვა და არც ერთს არ გვაცოცხლებს. თან ეგერც რო არ იყოს, ორივეს მაგარი რთული გრაფიკი გვაქვს, ძმა. და 3 დღეში ერთხელ ნახავთ ერთმანეთს. ისიც ბაზარი არ არის. სმენები თუ არ დაემთხვა, მაგარი და რხეული გვაქვს. არ გაგიტყდეს. ვა. რა უნდა ვქნათ? რა უნდა ვქნათ და არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ საწამლავი უნდა დავლიოთ. რომეო. ვა. კაი ბაზარი არის, პროსტა ხوار რო დავლიოთ რა დღეს პროტეინები მაქვს მიღებული სიმონ და რეაქციაში არ შევიდეს, ყველაზე ხარ არ მომწამლოს, არ მომკლას სიმონ, მე რა ვიცი რა. არ შეიძლება პროტეინთან არაფერი სიმონ, ყველაზე ხარ რა. რომეო. მოკლედ თავი უნდა მოვიკლათ. ბაზარი არის. აი ეს საწამლავი. ხო არ გეშინია, ბიჭო? რისი მეშინია სიმონ? შეგიძლია ჩემს გამო და ამ სიყვარულის იასნია, ვისეუნები გოგო, ვისეუნები სიმონ, მე დამივიქცე. ხოდა მომენტი სიმონ, მომენტი. მიდი გადაკარი. აი ეგრე მომე. ვა, ბიჭო. ვაფშე დატრიალდა ყველაფერი. ვა. ჩემი კაი. ვა. გადავჭი სიმონ. ორა მაგარ ხოძე ვარ რაღაცნაირად რა. როგორ ხარ რომეო? აუ იმენა მაგარ ხოძე ვარ, კაროჩე რა. იმენა ჩვენი სიყვარული გადარჩა სიმონ. დადის მაო, დადის ჭიოჭოელები. მაგრად ვარ. ხოძე ხარ ბიჭო. დამანახე ძმაო. გიყვარ ვა. იასნია სიმონ, აბა რა. დამიმტკიცებ. როგორ ხარ ბიჭო? ძალიან მაგრად ვარ, მაგრამ ასე მაგრას არ უნდა ვიყოს სიმონ იდეაში, მაგრამ მაგრად ვარ, კაროჩე ხო. კაია, ხო, მოიტანა. მაგრად, რატო ვარ ასე კარგად, ჰა? იმიტომ რომ საწამლავი არ იყო. აბა რა იყო სიმონ? ჰეროინი გაგირიე, ბიჭო! ჩემი რაც ყველაზე ძალიან მესისხება მე მივიღე სიმონ. ეგ არის, ხო და დავაი ეხლა ბიჭო, ეხლა დროზე გაყოფილებაში ბიჭო უნდა მოგახსნევინო. შენ თუ 6 წლიანი არ დაგარჭო, მე ქალი არ ვიყო. მომინდობა ბიჭო ამან შეყვარებულობა და სიყვარული. ასე დასრულდა ეს სასიყვარულო სპეცოპერაცია, რომელიც დაიგეგმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლის ჯულიეტა კაპულეტის მიერ, რომელმაც გამოავლინა სამინისტროში ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი და უმოკლეს დროში აღკვეთა ეს, რის გამოც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს ჯულიეტა კაპულეტს გადაეცემა ღირსების ორდენი და მიენიჭება პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება. გთხოვთ. გაიხარეთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით უდიდეს მადლობას მოგახსენებთ ქალბატონო ჯულიეტა. გაიხარეთ მემსახურები საქართველოს. გაიხარეთ ღეგრძელობა. ღეგრძელობა. საქართველოს გვერდზე ვარ ყოველთვის. იცოცხლეთ. ხელი ჩავკიდოთ. ეცამი, რა არის თქვენ მანდ, ტაშს რატო არ უკრავ ბიჭო? სახეზე გიმახსოვრებთ ყველას ბიჭო, დაგალაწავთ ძლებს ახლა. ტაშს დაუკავთ ბიჭო ყველამ რა გეუნებით როზე. წავიდა, აი ეგრე. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.